მიღრილი ფუნჯები მიღრილი ფანქრები მიდოვებული ქაღალდზე სევდა პირველი სცენა, ნოტებზე ასახული ემოცია. ეს ჯერ კიდევ ძალიან ადრე ბავშვობაში იყო, თუმცა გავიდა დრო და ყველაფერი იქ, ბავშვობაში დარჩა. შემდეგ მისი სიმღერები სხვადასხვა ქართულ ოჯახებში ნელ-ნელა შეიპარა. ყველა მღეროდა, თუმცა სინამდვილეში არ იცოდნენ ვინ იყო სიმღერის ავტორი და შემსრულებელი. მინდა ვიპოსი უხვეფერთა ცოტა ხანში ყველამ გაიცნო ქართული ქალაქური სიმღერების შემსრულებელი და ავტორი ნატო გელაშვილი. ზოგს ეგონა ძალიან ძველი, ზოგს ეგონა ხალხური, რაღაცა ხო იცი ისეთი ახლობელი და ნუ ბოლოს ასე ვთქვათ მიმაკვლიეს, რომ ძალიან მოგვიანებით. მე გავიზარდე ამ სიმღერებზე, ამ ჟანრზე, საერთოდ ქართულ სიმღერაზე და სწორედ აი მართლა გენიოსების დამსახურებაა, რომ მე მაქვს აი ამ ჟანრის სიყვარული და თავიდან ბოლომდე დავიბადე ქართული სულით და ვბერდები ამ სულით. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, მართლა ვზნობ სიყვარულს ყველგან, სითბოს და ალბათ გამომდინარე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ სითბოს ვდებ თითოეულ სიმღერაში. და აბსოლუტურად ყოველთვის ვერ გულით და ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული სიმღერა არის ძალიან ახალი და მართალი. ნატო გელაშვილის სიმღერები ხომ მართლაც ნამდვილ გრძნობებზეა აგებული. ნოტებზე გადატანილი რეალური ისტორიები, სიხარულითა და ტკივილით დახუნცლული ემოციები მუდამ მისი სიმღერების თანმდევია. ბედნიერება როცა ვიღაცისთვის ხდება ახლობელი, იმიტომ რომ ის უფარდებს ხოლმე თავის ტკივილს, თავის სიხარულს და ალბათ ადამიანების ცხოვრება მეტნაკლებად ემთხვევა და ალბათ ერთნაირია. თავისი პრობლემით არის ეს თუ ბედნიერებით და ხშირად ხდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ მგონია, რომ ჩემზე დაწერა ესა თუ ის სიმღერა. სიმღერას მაშინ წერს, როცა დიდი ემოცია გროვდება. არის ხოლმე ხანდახან, როცა სწორად მიედინება, ხვდები ყოველგვარი აღმართების გარეშე. იმ პერიოდში ნატო არის აბსოლუტური არაშემოქმედი და ვარ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ჩემი ერთადერთი საშველი არის სიმღერა, სადაც მე ანუ იმ განცდას ყოველთვის ვტოვებ და ანუ იმ სიმღერასთან ერთად ვტოვებ ყველაფერს და ვიწყებ თითქოს ახალ ნაბიჯს და ახალ ფურცელს ცხოვრებაში. რეალი ნატო ვერასოდეს ვერაფერს ვერ დაწერს. ხშირად საკუთარი თავის კარგვასა და ძიებაშია. ამ დროს ნატო გელაშვილის საუკეთესო მეგობარი მარტოობა, ფიქრი და მუსიკაა. ხშირად რაღაცა ავირევი და მგონია, რომ არავის ეს არაფერი არ ჭირდება. საერთოდ ბავშვობიდან ძალიან მეყვარდა განმარტოვება, ეს თვისება ყოველთვის მქონდა. ყველაფერი იმდენად ახლოს მიმაქვს, სიხარულია თუ ბედნიერება თუ მოფერებაა გულთა, რომ აი თითქოს გული ხო იცი რომ გეღლება და მე რაღაცა ცოტა ხანი გინდა რომ ასე ვთქვათ, განიტვირთო და მე ისევ დაიწყო ახალი. ერთადერთი წამალი მაინც ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს არის წმენა, რომელსაც გამოვყავარ და ვფიქრობ, რომ ეს ასე არ შეიძლება, რომ ეს არის ძალიან დიდი ცოდვა. და ნუ ესეთი ბრძოლით ჩემ თავთან ყოველ შემთხვევაში გამოყავარ ისევ ჩემ თავს და უფალს. ხშირად ფიქრობს, რომ გარკვეული სიმღერები რეპერტუარიდან ამოიღოს, რადგან მსმენელს არ მოსწყინდეს, მაგრამ მის სიმღერებს ერთი უცნაურობა სჭირს. მსმენელი ყველა იმ სიმღერას ითხოვს, რომელიც ნატო გელაშვილის რეპერტუარშია. ძალიან მინდა რაღაცა შევათხელო, ახალი ჩავანაცვლო, იმ ახალსაც უსმენე, მაგრამ აუცილებლად გთხოვენ, ანუ ვერაფერი ვერ გადავაგდე, ხდები რეპერტუარიდან, ვერ მივაძინე, ვერ გადავდე. ну აი რა ვიცი, ეთყობა რაღაცა ამ სიმღერების ბედის წერა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არაერთხელ მომხდარა და იგივე ამ ბოლო პერიოდში რატომღაც დავკარგე სიმღერა, რომელსაც ქვია ისევ ღამე, ისევ თოვა და მე ძალიან მიყვარს და აი ეს ბოლო პერიოდი ძალიან ხშირად მახსენებე, რომ რატომ მოკალი ეს სიმღერა და რატო არ მღერი ხარ არსად. ну ალბათ ამასაც ისევ გავაცოცხლე. ფიქრი ფიქრად შემაბერდა. ხშირად ყოფილა, როცა საერთოდ არ მიმღერება, მაგრამ მიმღერია. ბევრს შეუმჩნევია და ბევრს ვერა, ну მაგრამ რა სიზავთ, ეს არის ცხოვრების წესი, როცა ცხოვრობ და სანამ არსებობდა ხარ და ვიღაცას ჭირდები, თუნდაც ორ ადამიანს ჩათვალე, ჭირდები და უნდა აკეთო ის, რაც შენი საკეთებელი. ოცნებები გამიხუნე. დღემდე ბავშვურ სამყაროში ცხოვრობს, ბავშვური თვისებებითა და გულუბრყვილობით. და ხშირად მეუბნებია, რომ დღემდე ხარ ბავშვურად ალალი და ბავშვურად მიამიტი და ძალიან ბევრი ადამიანი შეუძლია ძალიან ადვილად მომატყუოს, იმიტომ რომ მე მჯერა. კიდე მჯერა ზღაპრების, კიდე მჯერა რაღაცა ალბათ იმ ბავშვობაში რაც მქონდა დახატული კიდე რაღაცას ველოდები და
ყოველ შემთხვევაში იცი რა, ბევრად ლამაზია ესე ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის, აი რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიო და პიკს, იცი ეს ყველაფერი წარმავალია, ეს პიკი ადის, ჩადის და მე არასოდეს ამას ყურადღებას არ ვაქცევ. არასოდეს არ წერ არაფერს, იმიტომ რომ ის დაუშვათ ბოდიში და გახიტდება და პოპულარობას მომიტანს, არა. არასოდეს არ მიფიქრია, უბრალოდ ის იწერება იმ წუთში. და რა ვიცი, აი ბავშვობიდან მოყოლებული დღესაც სულ ვამბობ და იგივე ჩემი შვილებისთვის მინდა რომ ბავშვობა ალბათ ყველასთვის ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ბავშვობაში ბევრი არ არსებობს. ემოცია სრული სიმარტოვე და როიალზე უამრავი ფურცელი. ნატო გელაშვილის სიმღერები ერთი ამოსუნ თქვით რამდენიმე წუთში იქმნება. შეიძლება მოვიდე ავხადო როიალს თავი და უცებ აი სათქმელი, აი თუნდაც რაღაც წამიერად რაღაცამ შემაწუთოს მე იმას აუცილებლად გადმოვიდა. შეიძლება 2 წელი გავიდეს და საერთოდ ვერაფერი ვერ დავწერო ფრაზას კი. ნუ ხანდახან არის რომ რაღაცა ლექსად რჩება და ის უბრალოდ ლექსია, იმიტომ რომ მე იმაზე ვერასოდეს ვერ ავამღერებ. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ აი სულ რამოდენიმე თვის წინ დავწერე სიმღერა აფხაზეთზე, რომელიც ძალიან მტკიოდა იმ წლებიდან მოყოლებული დღემდე. მე მთელი ბავშვობა გავატარე აფხაზეთში და ეს იყო ეთყობა ჩემთვის რაღაცა დიდი სტიმული, რომ ეს სიმღერა დამეწერა და ალბათ უკვე დღე-დღეზე გაჟღერდება ეს სიმღერა. და ბედნიერი ვარ, რომ მე ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის ბავშვობაში ჩარჩენილი რაც მე მახსოვს და ის ჩემი მონაწილეობა მე სიმღერაში ჩავდეთ. ხაბარში დავბრუნდები და მე დაშე გურთ ხაბარში დავბრუნდები